ჯერ კიდევ ძველბერძენი ფილოსოფოსები ამბობდნენ, რომ ყველაფერი გარშემო უმცირესი განუყოფელი ნაწილაკებისგან, ატომებისგან შედგებაო. მე-20 საუკუნეში ეს პარადიგმა დაინგრა, რადგან აღმოჩნდა, რომ ატომი თავის მხრივ კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებს, ელექტრონებს, პროტონებსა და ნეიტრონებს შეიცავს. ამ სუბატომურ ნაწილაკებს კვანტები უწოდეს. ფიზიკის იმ განხრას კი, რომელიც მათ შეისწავლის, კვანტური ფიზიკა. მალე კვანტური ფიზიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ნილს ბორმა, გამოთქვა მოსაზრება, რომ კვანტები სინამდვილეში ტალღებია, რომლებიც მხოლოდ მაშინ ხდებიან ნაწილაკები, თუ ვინმე მათ უყურებს. ანუ თუ არსებობს დამკვირვებელი, კვანტი ნაწილაკი ხდება, თუ არა კვლავ ტალღად გადაიქცევა. თავდაპირველად ეს თეორია მეცნიერებმა ფანტასტიკის სფეროდ ჩათვალეს, თუმცა საბოლოოდ მაინც მოახერხეს კვანტის ტალღური მდგომარეობის დაფიქსირება, რამაც თავდაყირა დააყენა არსებული ცოდნა. გამოდის, რომ ჩვენი სამყარო მხოლოდ ჩვენივე ილუზიაა. ადამიანი გამოცანა, ზე ადამიანი, ფიზიკის მამა, სხვა სამყაროდან მოვლენილი გენია, ჭექა-ქუხილის მბრძანებელი, ელექტროობის მფარველი წმინდანი, ადამიანი, რომელმაც მე-20 საუკუნე გამოიგონა. ამ სიტყვებით ახასიათებს კაცობრიობა ყველა დროის უდიდეს გენიოსს, ნიკოლა ტესლას. ნიკოლა ტესლა 1856 წლის 10 ივლისს დაიბადა ავსტრიის იმპერიის სოფელ სმილიანში, თანამედროვე ხორვატიის ტერიტორიაზე. მამა მილუტინ ტესლა სერბი მართლმადიდებელი მღვდელი იყო. დედა დიუკა მანდიკი საოჯახო ხელსაწყოებს იგონებდა. 1875 წელს ტესლამ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა მესამე კურსის შემდეგ ლექციებზე აღარ უვლია. 1880 წელს ბუდაპეშტში სატელეფონო კომპანიაში ელექტროინჟინრად მუშაობდა. 82 წლიდან კი პარიზში ელექტრომოწყობილობებს აუმჯობესებდა. 1884 წლის 6 ივნისს ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც თომას ედისონის კომპანიაში დაიწყო მუშაობა. მალე ორ გენიოსს დაპირისპირება მოუვიდა. ტესლას მიხედვით, ედისონი მას ახალი თაობის გენერატორების დაპროექტებისთვის $50,000 შეპირდა. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ ტესლამ პროექტი წარმატებით დაასრულა და ედისონს ანაზღაურება მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ტესლა შენ არ გესმის ამერიკული იუმორი. ასეთი იყო თომას ედისონის პასუხი. ამასთანავე ორი მეცნიერის დაპირისპირების მიზეზს მუდმივი და ცვლადი დენით წარმოადგენდა. ედისონის ლამპა, რომელიც მუდმივ დენზე მუშაობდა, ძალიან სუსტი იყო. შორ მანძილზე დენის სადენებით გადასაცემად მაღალი ძაბვა იყო საჭირო, რასაც გაყვანილობები ვერ უძლებდნენ. ტესლას შემოთავაზებული ცვლადი დენი კი წამში 50-60 ჯერ იცვლიდა მიმართულებას და შესაბამისად მოწყობილობები თავისუფლად უძლებდნენ მაღალ ძაბვას. მუდმივი დენისგან განსხვავებით, ენერგიის დანაკარგიც ძალიან უმნიშვნელო იყო. ედისონს არ სურდა პირველობის დათმობა, თუმცა უკვე გვიანი იყო. მომავალი ტესლას ცვლად დენს ეკუთვნოდა. 1891 წელს ნიკოლა ტესლა შეერთებული შტატების მოქალაქე გახდა. 1893 წელს ჩიკაგოს სამრეწველო გამოფენის დროს წარმოდგენილი განათების სისტემა კი განვითარებული სამყაროს სიმბოლოდ იქცა. ნიკოლა ტესლას ბევრ გამოგონებას დღესაც არ აქვს ანალოგი. თავისი სიცოცხლის მანძილზე მან 300-მდე პატენტი დაარეგისტრირა. ამ პატენტებმა და თეორიულმა ნაშრომებმა სამყაროს სამრეწველო რევოლუციის მეორე ფაზაზე გადაიყვანა. სწორედ ნიკოლა ტესლას უნდა უმადლოდეს კაცობრიობა საყოველთაო ელექტროფიკაციის დაწყებას. მისი შექმნილია ელექტროძრავები და მაღალი სიხშირის ტრანსფორმერებიც.
რომლებზეც მთელი მრეწველობითი სამყაროა დაფუძნებული. ტესლამ შექმნა პირველი დისტანციური კონტროლიც. აღმოაჩინა რობოტიკის და მზის ენერგიის ძრავის პრინციპები. ვილჰემ რენტგენზე ადრე გადაუღო X სხივით ფოტო საკუთარ ხელს. მისი შექმნილია ფლუორესცენტრული ნათურები, ელექტროთერაპიის მოწყობილობები და სხვა მრავალი. მას ეკუთვნის იდეები ელექტრონულ მიკროსკოპსა და ლაზერებზე, ტელევიზორებსა და მობილურ ტელეფონებზე, ინტერნეტზე და სხვა ბევრ ისეთ რამეზე, რაც დღეს ჩვენი რეალობაა. ნიკოლა ტესლა ძალიან ექსცენტრიული ადამიანი იყო. მას ბევრი უცნაური თვისება და ფობია ჰქონდა. ხშირად ერთი და იგივე სამჯერ იმეორებდა. სასტუმროშიც ყოველთვის ისეთ ოთახში ჩერდებოდა, რომლის ნომერიც 3-ზე იყოფოდა. ტესლა მშობლიური ენის გარდა ჩეხურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, უნგრულ, იტალიურ და ლათინურ ენებს ფლობდა. დღეღამეში სულ 4 საათს ისვენებდა. აქედან 2 საათს ფიქს უთმობდა და 2 საათი კი ეძინა. ვერ იტანდა ძვირფასეულობას. სიგიჟემდე უყვარდა მტრედები და პანიკურად ეშინოდა მიკრობების. ჰქონდა ეიდიტური მეხსიერება. ცხოვრების ბოლო პერიოდში ვეგეტარიანელი გახდა. არასდროს დაქორწინებულა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ქალი მასზე უზომოდ შეყვარებული იყო. ამბობდა, რომ სექსუალური ცხოვრების არარსებობა სამეცნიერო მოღვაწეობაში ეხმარებოდა. ჰქონდა წინასწარმეტყველების გასაოცარი უნარი, რისი დახმარებითაც რამოდენიმეჯერ გადაარჩინა მეგობრების სიკვდილს. ზუსტად წინასწარმეტყველა პირველი და მეორე მსოფლიო ომების დაწყებაც და ხანგრძლივობაც. თვლიდა, რომ მომავალში დომინანტის სქესი ქალები გახდებოდნენ. იყო გულწრფელი, თავმდაბალი და დიდსულოვანი ადამიანი. ჰქონდა ნამდვილი ჯენტლმენის ხასიათი და თბილი ღიმილი. სიცოცხლის ბოლო 10 წელი ნიკოლა ტესლამ სასტუმრო ნიუ-იორკერის 33 სართულზე 3327 ნომერში გაატარა. ის 1943 წლის 7 იანვარს გულის თრომბით გარდაიცვალა. მაგრამ როგორ განვითარდებოდა ნიკოლა ტესლას გარეშე არსებული ალტერნატიული ისტორია? როგორ შეიცვლებოდა მთელი მე-20 საუკუნე? როგორ იქნებოდა ჩვენი დღევანდელი რეალობა? ალტერნატიულ ისტორიაში ნიკოლა ტესლა საგვარეულო პროფესიას აგრძელებს და სასულიერო პირი ხდება. მისი ეს გადაწყვეტილება კი რადიკალურად ცვლის არსებულ რეალობასა და თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობას. ნიკოლა ტესლა, მე შემიძლია ვთქვა, რომ იყო ყველაზე დიდი გადატრიალების მომხდენი თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში. მე ადრეც მithქვამს და ყოველთვის ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ფიზიკაში, ზოგადად მატერიალურ სამყაროში თანამედროვე ცივილიზაცია აბსოლუტურად პირდაპირ კავშირშია ნიკოლა ტესლასთან. მისი როლი არის უდიდესი, რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ როლზეც არ არის, მისი როლია უდიდესი, ასე ვთქვათ, თანამედროვე ხედვაში, სამყაროს ხედვაში, ზოგადად ჩვენ რაც ვიცით დღესდღეობით სამყაროს შესახებ, ვიცით იმ ტექნოლოგიების დამსახურებით, რომლებმაც შეძლეს რომ მეცნიერება წინ წაეყვანათ, ხო? და აი ეს ტექნოლოგიები კიდე ვიცით და არსებობს სწორედ ნიკოლა ტესლას დამსახურებით. საფუძველი მან ჩაუყარა ამ ყველაფერს, ამიტომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა ალბათ ბოლო საუკუნეების ისტორიაში. დღეს კაცობრიობა იმდენად არის დამოკიდებული ელექტროობაზე, რომ მისი გათიშვის შემთხვევაში ფაქტობრივად სრული კოლაფსი ხდება. ალტერნატიულ ისტორიაში კი სადაც მხოლოდ თომას ედისონის მუდმივი დენის სისტემა იარსებებდა, აღარ მოხდებოდა სამყაროს სრული ელექტროფიკაცია და შესაბამისად ელექტროენერგია ფუფუნების საგნად იქცეოდა. მოსახლეობის ძირითადი უმრავლესობა ვეღარ შეცვლებოდა ელექტროენერგიის მოხმარებას და კვლავ ძველი მეთოდებით მოუწევდა განათება და გათბობა. გამომდინარე იქიდან, რომ მუდმივი დენის დიდ დისტანციაზე და დიდი მოცულობით გადაცემა შეუძლებელია, ელექტროენერგიით მხოლოდ დიდი ქალაქები და ინდუსტრიული ცენტრები მომარაგდებოდა. რა თქმა უნდა, ისიც ნაწილობრივად და უკეთეს შემთხვევაში, რომელიმე ერთი მიმართულებით, სავარაუდოდ განათების სისტემებით. 1000-ფრად განათებულ ქალაქებს, ცათამბჯენებს და დიდ ეკრანებს ალტერნატიულ ისტორიაში მხოლოდ რომელიმე მეოცნებე მხატვრის ტილოზე თუ ვიხილავდით, რადგან ამის განხორციელების არანაირი შანსი არ იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ ლამაზის ანახაობის გარდა მსგავსი განათება ფსიქოლოგიურ ხასიათსაც ატარებს, როგორც პროგრესისა და კეთილდღეობის გამოხატულებას. მან შექმნა არა მარტო
ცვლადი დენის გენერატორი, მას შექმნა ძალიან ბევრი ელექტრული მოწყობილობა, ეს არის დენის სახელმწიფოელი მოწყობილობები, უამრავი ძრავი, რომელიც დღესდღეობით კითხვის ნიშნის ქვეშ არის და მისი პატენტების შესწავლა დღემდე ხდება. და ძალიან ბევრი მეცნიერი ცდილობს მიიღოს ის კოლოსალური ენერგია, რომელსაც ნიკოლა ტესლა თავისი მოწყობილობების საშუალებით გამოიმუშავებდა. ამჟამად მსოფლიოში მრავალი ინსტიტუტი ცდილობს აღადგინოს ის ეფექტი, რაც მიიღო ნიკოლა ტესლამ მომდევნო კლიპში, რომლის საშუალებითაც მან პრაქტიკულად მთელი ნიუ-იორკი გაანათა. ეს ისტორია უფრო დამტკიცებულია, ესე რომ ვთქვათ, ფაქტებით, რადგან არის ძალიან ბევრი თვითმხილველი, იმდროინდელი გაზეთები და ასე შემდეგ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღემდე მიმდინარეობს მუშაობა ნიკოლა ტესლას პატენტებზე, მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის პიროვნება და მოღვაწეობა ჯერ კიდევ არ ამოწურულა და ჯერ კიდევ ბევრი რამე უნდა გავიგოთ მისი გამოგონებების შესახებ. არსებულ რეალობაში თანამედროვე ტრანსპორტი მატარებლებისა და თვითმფრინავების ჩათვლით პირდაპირ მიბმულია ელექტროობაზე. მიუხედავად იმისა, იყენებს თუ არა მას საწვავად. ტესლას გარეშე არსებულ ალტერნატიულ ისტორიაში წარმოუდგენელია სატრანსპორტო სისტემის რეალურიც მსგავსი განვითარება, რადგან მუდმივი დენის, შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ის ვერასდროს მომარაგდებოდა იმ რაოდენობის კილოვატებით, რამდენითაც დღეს მარაგდება. მართალია მეტრო ტესლას გამოგონებამდეს არსებობდა, თუმცა მის გარეშე რეალურის მსგავს მასშტაბებსა და სისწრაფეს ვერასდროს მიაღწევდა. ამასთანავე ავტომანქანის ძრავი დიდწილად სწორედ ტესლას მიერ გამოგონებულ ელექტროძრავზეა დაფუძნებული. ალტერნატიულ ისტორიაში არ ჩუქნიშნების სისტემა გვექნებოდა, რაც ბევრად კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის ჩვენს ტრანსპორტირებას. ტესლას გამოგონებების გარეშე სადისპეჩერო და სანავიგაციო სისტემებიც არ იარსებებდა და ვეღარ მოხერხდებოდა ათასობით და ათიათასობით ავიასაშუალებების, ფრენის ტრაექტორიების დაგეგმარება და საუკეთესო სატრანსპორტო დერეფნების მოძებნა, რაც რადიკალურად შეცვლიდა თანამედროვე ავიაციას და ნაოსნობას. ეს სფერო ხომ კვლავ მე-20 საუკუნის დასაწყისის დონეზე შეიძლება აღმოჩენილიყო. მართალია დირიჟაბლები და თვითმფრინავები მაინც იარსებებდნენ, თუმცა ბევრად გართულდებოდა ადამიანების ტრანსპორტირება და სატვირთო გადაზიდვები. საუბარი ზედმეტია ტრანსკონტინენტალურ ტრანსპორტირებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თუ რამდენად უკან იქნებოდა უსაფრთხოების სისტემები. იგივე სატრანსპორტო საშუალებებში. ავტომობილები, რომელსაც არ ექნებოდა ელექტრული დაცვითი სისტემები, შესაბამისად აღარ მაქვს საუბარი უკვე თვითმფრინავებზე და ისეთ უფრო მასშტაბურ ტრანსპორტზე, გემებზე და ასე შემდეგ, რომლებიც ელექტროფიცირების გარეშე მათი რისკ ფაქტორი მინიმუმ 80%-ით მაინც გაიზრდებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ვერ იქცეოდა ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ტრანსპორტად, ასე ვთქვათ. ავტომობილი ვერ გახდებოდა საზოგადოებრივი მოხმარების ობიექტი. ის იქნებოდა ფაქტობრივად დარჩებოდა რაღაცა მეცნიერულ გამოგონებად, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ისევ და ისევ რაღაც მეცნიერული ან მნიშვნელოვანი სამთავრობო მიზნებისთვის შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. არის ერთი ყველაზე თვალსაჩინო კომპანია, ასევე ტესლას სახელი ქვია, რომელმაც დაამტკიცა თავისი უახლესი მანქანის მოდელებით, რომელიც პრაქტიკულად აბსოლუტურად ყველა მანქანას უწევს კონკურენციას. ეს ავტომობილები აბსოლუტურად ელექტროენერგიაზე მუშაობენ. ეს უყრის საფუძველს, რომ უკვე სატვირთო ავტომობილებიც გამოვიდეს ელექტროძრავებით, გამოვიდეს თვითმფრინავები და სხვადასხვა ტრანსპორტი გლობალურად შეიცვალოს და გადავიდეს ელექტროენერგიაზე. ეს თავისთავად გამოიწვევს ინფრასტრუქტურის ცვლილებას. გახდება საჭირო ამ ტრანსპორტის ენერგიით მომარაგება. მე ვფიქრობ, რომ პირველი პრობლემა და პირველი ყველაზე დიდი რევოლუცია იქნება ინფრასტრუქტურის მოწყობა ამ ტრანსპორტისთვის, რადგან განსხვავებით შიდაწვის ძრავისა, ელექტრომობილებს სჭირდებათ უფრო მეტი დრო,
რათა მათი აკუმულატორები იქნას დამოხტული. ელექტრომობილის შექმნა არც თუ ისე პრობლემურია ჩვენს ტექნოლოგიურ წინსვლაში, რაც 21 საუკუნეში არის მიღწეული. Ყველა დიდი პრობლემატური მომენტი იქნება ინფრასტრუქტურის შექმნა და ამ მოწყობილობების მომარაგება ენერგიით. საქართველოშიც არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელიც თავის დროულს შეიტანს ამ პრობლემის გადასაჭრელად. რეალურ ისტორიაში 1898 წელს ნიკოლა ტესლამ საზოგადოებას დისტანციური რადიოსიგნალით მართული პატარა წყლისნავი წარუდგინა. მართალია ამ ფაქტს მყისიერი ეფექტი არ მოუხდენია, თუმცა რეალურად სწორედ ეს გახდა ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ტექნიკის კონცეფციის პირველ წყარო. ტესლას გარეშე არსებულ ალტერნატიულ სამყაროში კი დისტანციური მართვის მექანიზმები არ იარსებებდა. ალბათ ყველას პირველ რიგში ტელევიზორის უპულტო მართვა მოუვიდა თავში. თუმცა ასეთი მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში რადიკალურად შეიცვლებოდა მთელი ჩვენი ყოველდღიურობა. არ გვექნებოდა არა მხოლოდ უპულტო საფრენი აპარატები და დისტანციური მართვის სხვა სამხედრო ტექნიკა, არამედ მთლიანად საწარმოო და მომსახურების სფერო ჯერ კიდევ პრიმიტიულ მექანიზმებზე იქნებოდა დამყარებული. თანამედროვე საწარმოო პრაქტიკისგან განსხვავებით, სადაც რობოტი მანქანები კომპიუტერული დაგეგმარებით აფასოებენ, აწყობენ და აშენებენ სხვადასხვა პროდუქტს. ალტერნატიული სამყაროს ბაზარი ხელით შექმნილი ან მარტივი ტექნოლოგიებით აწყობილი პროდუქტებისგან იქნებოდა გაჯერებული, რაც განვითარების ტემპსა და ადამიანის ცხოვრების დონის ამაღლებას შეაფერხებდა. ამასთანავე ქვანახშირი და ნავთობი წარმოების მთავარ ენერგეტიკულ რესურსად დარჩებოდა. ბევრად ძვირი და ნაკლებად ეფექტური ენერგეტიკული ნედლეული კი ინდუსტრიაში საჭირო მაღალი ტემპერატურის და მუდმივი განათების შესაძლებლობებს ვერ გააჩენდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკის გამწევი ძალაც, ახალი ტექნოლოგიები და ელექტრორობოტები კი არ იქნებოდა, არამედ კვლავ ექსპლუატირებული მუშახელი, რაც სოციალური და პოლიტიკური დღის წესრიგის სხვა სტატუს ქვოს დამყარებას შეუწყობდა ხელს. ელექტროობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და პირდაპირ კავშირში გარკვეული ქვეყნების წინსვლაში და გარკვეული ქვეყნების რეგრესში. დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობა იქნებოდა აბსოლუტურად სხვანაირი. წინ წამოიწევდნენ არა ის ქვეყნები, რომლებიც ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად განვითარდნენ, როგორც არის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან როლს ანიჭებს. არამედ წინ წამოიწევდნენ ქვეყნები, რომლებსაც მეტი სამხედრო რესურსი ექნებოდა, ვთქვათ, ადამიანური ძალით, ხო? მაგალითად, უფრო წინ იქნებოდა ამ შემთხვევაში ინდოეთი, ჩინეთი, აი ესეთი ქვეყნები, რაც პირდაპირ კავშირშია ცივილიზაციასთანაც. იმიტომ რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა და შესაბამისად ტექნოლოგიური პროგრესის მომხრე ქვეყნების წინსვლამ გამოიწვია ამ ქვეყნების მიერ დანერგილი ცივილური, ასე ვთქვათ, მეთოდებისა თუ ზოგადად სამყაროს წესრიგის რეალობაც, რომელიც არ იქნებოდა ასეთი. თუ მოხდება ოდესმე ტესლას პატენტების გამეორება, ტესლას ეფექტის გამეორება, პრაქტიკულად შეიცვლება თანამედროვე ენერგეტიკა. აღარ იქნება ენერგია იმდენად ღირებული, რამდენად ღირებულიც არის ახლა. პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგვეძლება ენერგიის მიღება განუსაზღვრელი რაოდენობით. აღარ ვიქნებით დამოკიდებული არანაირ წიაღისეულზე და საშუალება მოგვეცემა ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე. მეცნიერები ამაზე მუშაობენ, რა თქმა უნდა, მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს ადგილი, სადაც ამით არ არის დაინტერესება. ვინ მიაღწევს ამაში შედეგს და ვინ იქნება მოწინავე, არავინ არ იცის. ალტერნატიულ ისტორიაში ჩვენი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ისეთი მოვლენები, როგორებიცაა ყველაფრის კომპიუტერიზაცია და ინფორმაციების მიკროჩიპებამდე დაყვანა, შეუძლებელი გახდებოდა. სამყაროში, სადაც არ მოხდებოდა კომპიუტერიზაცია, საუკეთესო ტექნიკური მიღწევა სატელეფონო ხაზი იქნებოდა, რომელიც კვლავ საკაბელო სისტემით იარსებებდა. ამ სფეროში წინსვლა კი დაფარვის დიამეტრის ზრდა იქნებოდა და არა ხარისხის გაუმჯობესება. ზედმეტია საუბარი ტელევიზიებზე და თავად ტელევიზორზე, უკაბელო ინტერნეტზე, ვიზუალური გამოსახულებების მაჩვენებელ კომპიუტერულ პროგრამებსა და ციფრულ საშუალებებზე, რაც სწორედ ტესლას ინოვაციური იდეების წყალობით იქცა რეალობად.
შესაბამისად, ჩვენი ეპოქა ვეღარ იქნებოდა ციფრული და შეუძლებელი გახდებოდა ჩვენი ცხოვრების კომპიუტერულ სისტემებთან მიბმა. სოფლიო დღესდღეობით დგას ინფორმაციაზე, ინფორმაციის მოძრაობაზე, სივრცეზე, რომელშიც არის ეს ინფორმაცია და იცვლება სხვადასხვა მიმართულებით. თუ ციფრული სამყარო ამოვარდება თანამედროვე ყოფიდან და თანამედროვე ცხოვრებიდან, პრაქტიკულად განვითარება 90%-ით შეჩერდება. რადგან ინტერნეტის არის საშუალება ყველა სახის ინფორმაციის მოძიების, განათლების ყველაზე დიდი მომენტია. თუ მოხდება ამ ყველაფრის შეჩერება, მაშინ მოვიქცევით ინფორმაციურ ვაკუუმში და მოხდება მხოლოდ კონკრეტული სეგმენტების განვითარება, დანარჩენი სეგმენტები კი პრაქტიკულად მილევადი იქნება. კომპიუტერიზაცია არის ის მიღწევა, რომელზეც მთელი თანამედროვე სამყარო დგას მასზე, როგორც სამეცნიერო ექსპერიმენტები, ასევე ფინანსური სისტემა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ თანამედროვე სამყაროს წესრიგისთვის. ასევე დგას მასზე აბსოლუტურად ყველაფერი, კულტურა, სპორტი და სხვა ყველაფერი, ასე ვთქვათ. კომპიუტერიზაციის გარეშე მე მგონია, რომ არაუბრალოდ ვთქვათ, იმ დროში დაუბრუნდებოდით, რა დროშიც მოღვაწეობდა ნიკოლა ტესლა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. არამედ შეიძლება უფრო უკანაც. იგივე ომების შემდეგ ეს შეიძლება სამყაროსთვის არა გაჩერების და არა პაუზის, არამედ რეგრესის მიზეზი გამხდარიყო. ელემენტარულად მარტივი მაგალითი რო ავიღოთ, ალან ტიურინგი ვერ გაშიფრავდა ენიგმას, რაც გამოიწვევდა შემდეგ, ვთქვათ, ნაცისტური გერმანიის გამარჯვებას, რას გამოიწვევდა თავად განსაჯონ ადამიანებმა. ელექტროფიკაციის გარეშე გამართულად ფუნქციონირება გაუჭირდებოდა საგანმანათლებლო, სამედიცინო, ადმინისტრაციულ და სხვა სისტემებსაც, რადგან საჭირო გახდებოდა მეტი ფინანსური რესურსი. შესაბამისად, დიდი ხნის განმავლობაში სამყარო მე-20 საუკუნის დასაწყისის რეალობაში იცხოვრებდა. ტესლას გარეშე არსებულ ალტერნატიულ ისტორიაში შეუძლებელი იქნებოდა სამედიცინო სფეროს რეალურის მსგავსი ეფექტურობა და თანამედროვე ჰაი-ტექი. რენტგენის აპარატის გარეშე ხელის უმარტივესი მოტეხილობის დიაგნოზირებაც კი ძველ მეთოდებზე იქნებოდა დაფუძნებული. საუბარი ზედმეტია თანამედროვეობაში ფართოდ აპრობირებულ სხივურ თერაპიასა და ლაზერულ ქირურგიაზე. არაელექტროფიცირებული სამედიცინო დაწესებულებები გამოიწვევდა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მაღალ სიკვდილიანობას, გამოიწვევდა იმას, რომ თანამედროვე ცივილიზაცია არა მხოლოდ სამეცნიერო განვითარების დონით იქნებოდა უკანა საფეხურზე, ასე ვთქვათ, და დაახლოებით ალბათ გადავიწევდით მინიმუმ 1 საუკუნით უკან, მაგრამ ეს როცა უყურებთ უბრალოდ რაღაცა სამეცნიერო განვითარების დონეს. მაგრამ ჩვენ მოდით შევხედოთ, გავიხსენოთ რა ომები გადაიტანა სამყარომ. გავიხსენოთ რამ დაასრულა ეს ომი, თუნდაც ატომური იარაღი. გავიხსენოთ შემდეგ სამედიცინო სისტემამ როგორ მოახერხა, რომ გადაერჩინა უამრავი დაავადებით დაავადებული ადამიანი. რამდენი დაავადება იყო ისეთი, რომელიც აი თანამედროვე სამედიცინო სისტემის წყალობით გაქრა, ხო? რომლის განკურნებაც გახდა აბსოლუტურად შესაძლებელი, რომელიც აღარ არის მომაკვდინებელი, რაც თავის დროზე იყო მომაკვდინებელი. რაც შეეხება რადიოს, ის დღემდე გულიერმო მარკონის გამოგონებადაა მიჩნეული. თუმცა 40-იანი წლების დასაწყისში ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტესლამ რადიოსიგნალები დაახლოებით 1 წლით ადრე გაუშვა და დააპატენტა, ვიდრე მარკონიმ. რა თქმა უნდა, მე-20 საუკუნის შუა პერიოდისთვის კაცობრიობა ვერც კოსმოსის ათვისებას მოახერხებდა, რადგან არ ექნებოდა ის გამართული დისტანციური მართვის საშუალებები და ზუსტი კომპიუტერული სერვისები, რომლებიც ინფორმაციას ამუშავებენ და ხომალდებს ზუსტი ტრაექტორიისთვის ან რაიმე სხვა დავალების შესასრულებლად აწვდიან. სოფლიო ეკოლოგიაც, მიუხედავად დღევანდელი საშინელი დაბინძურებისა და ეკოლოგიური კატასტროფებისა, ალტერნატიულ ისტორიაში კიდევ უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდებოდა, რადგან ძირითადი საწვავის საშუალებები ნავთობი და ქვანახშირი იქნებოდა,
რაც ამ რესურსების გამოყენებას გააორმაგებდა. შესაბამისად, ნიკოლა ტესლას გარეშე წარმოუდგენელია სამყარო იმ დონეზე განვითარებულიყო, როგორც ის არსებულ რეალობაშია. ალტერნატიულ ისტორიაში თანამედროვე ადამიანის ერთი დღეც კი რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა. ერთი პიროვნების ცხოვრებამდე გასაოცარმა ნიჭმახომ, კაცობრიობას კეთილდღეობა, განვითარება, ოცნებების ახდენის იმედი და რაც მთავარია, ადამიანის შემეცნებით ბუნებას შთაგონება მოუტანა. თანამედროვე ადამიანისთვის ალბათ ძალიან რთულია იმ რეალობის ბოლომდე აღქმა, რომელსაც ნიკოლა ტესლას გარეშე არსებული ისტორია მოიტანდა. ჩვენი ყოველი დღე და ცხოვრების სტილი ხომ მთლიანად ტესლას გამოგონებებითაა განპირობებული. მისი ნააზრევი დღესაც ქმნის და მომავალში შექმნის ბევრ ისეთ ახალ გამოგონებას, რომელიც კვლავ თავიდან ბოლომდე შეცვლის კაცობრიობის ისტორიულ გზას. თანამედროვე ფიზიკიდან გამომდინარე, არც ის არის გამორიცხული, რომ ადრე თუ გვიან გამართლდეს ტესლას პროგნოზი აზრების მკითხველი აპარატის გამოგონებასა თუ ტელეპორტირებაზე. მართლაც, რამდენადაც დაუჯერებლად არ უნდა ჟღერდეს ტესლას ასახდენელ ოცნებათა ჩამონათვალი, ის შეიძლება რეალობად იქცეს და ამაში თავად ნიკოლა ტესლას უკვე ახდენილი ოცნებები გვარწმუნებენ. როგორი იქნებოდა ის ალტერნატიული რეალობა? ებრაელი ერი საკუთარი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში საბოლოოდ რომ განადგურებულიყო. ჩვენ ნახეთ ამის მაგალითი. ფაშისტურ გერმანიაში არ ცხოვრობდნენ ებრაელები. შუა საუკუნეები იქნებოდა გაცილებით უფრო ბნელი, ვიდრე იყო ცნობილში.